ქუთაისის ცენტრში, ქალაქის მერიის შენობიდან რამდენიმე ათეული მეტრში, თამარ მეფის 9 ნომერში, უკვე რამდენიმე ათეული წელია 5 კვადრატი ბეტონის ფარდულში ცხოვრობს 70 წლის ქალბატონი. პრაიმ ტაიმის მაყურებელი ხედავს იმ შენობას, სადაც მარტოხელა ქალბატონი ცხოვრობს, სადაც ჭერი დაზიანებული არის, კედლები დაბზარული არის, იატაკიდან კი მღნელები და ქვეწარმავლები გადადიან სახლში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მოხუცი ქალბატონი ჩვენ ახლა სახლში შევალთ და მას ვკითხავთ, როგორ პირობებში ცხოვრობს და რანაირად. ეს არის ქალბატონის საცხოვრებელი სახლი, ის არის დაახლოებით 5 კვადრატული მეტრი და ამ სახლში უკვე ცხოვრობს წლებია. ქალბატონო, თუ შეიძლება რომ გითხრათ, როგორ პირობებში ცხოვრობთ? ძალიან ვიწროთ ვარ ბინასთან დაკავშირებით. არანაირი ბინაზე არა საუბარი არა აქენ ბინა თუ რა შეასაქმე არ ვიცი რამდენი წელია რაც ამ 25 წელია აქ ვცხოვრობ 25 წლის მანძილზე ავტოქარხნის მუშაკი ვარ 35 წელი ავტოქარხანაში ვმუშავე და დავჭით ასე უბინოთ და ეხლა აქ ასეთი უკიდურეს მდგომარეობაში ვართ ძალიან ვიწროთ ეკონომიურადაც მიჭირს, მატერიალურადაც მიჭირს. არანაირი ყოფილა ხშირა დღეები რომ საჭმელიც არ გიჭამიათ, ხო? ნამდვილად ყოფილა ისეთი დღეები რომ წყალი მაინც წყალი დაგილევიათ მხოლოდ, ხო? წყალი დამილევიათ მხოლოდ და გადამიარია ის დღეები და ის გაჭირვებები. გეხმარებია ხელისუფლება გეხმარება? არანაირად ერთხელ დამეხმარენ ახლა ამას წინათ 150 ლარი და ის იყო და ეს ჩემი პენსიონერი ვარ სოციალურად დაუცვლელი ვარ და რა გახდა ერთი ოთახიანი ბინა ჩემთვის რა გახდა ბოლო იატაკი რამ აშენებენ მხოლოდ სასტუმროებს და მაპატიეთ და დიდი ბოდიში ვიხდის საზოგადოებას შეგნებულ საზოგადოებას თხოვს შეგნებულად რომ აღშენებენ საბოძეთს და არა ხალხის საკეთილდღეოდ რამე გაჭირებული ხალხისათვის არაფერს არ ზრუნავს. სახლი რომ აგვიხსენებთ. გახსენდებათ ხალხი არჩევნებზე და მე პირადად არანაირად არ მივალ და არავის არ მიცემ ბატონო ხმას. სახლი რომ გითხრათ რა მდგომარეობაში არის მე ხედავ რომ მდგომარეობაში ვარ ანგრეული და იატაკიც დაზიანებული არის, ხო? იატაკი დაზიანებულია და ჩავაჭედე რაღაცა რომ ადამიანი რო შემევიდეს არ ჩავადეს იმ ორმოში. დიახ. აქ სავარაუდოდ კედლებიც დაზიანებული არის, ვხედავ. შუქი არის ამ სახლში? შუქი არ მაქვს, წყალი არ მაქვს. დიახ. ანუ 25 წელია ცხოვრობ სახლში, სადაც არ არის შუქი და არ არის წყალი, ხო? დიახ. ტელევიზორს ბოლოს ოდის უყურეთ? ტელევიზორი რაღა მახსოვსებია. 25 წელია დენი არ მაქვს, ტელევიზორი არ მაქვს და მაგაზე საუბარი ზედმეტია. მადლისთვის ვინმეს თუ მოიტანს ან გაზეთსა გადამავლებიებს თვალს და წავიკითხავ თუ არა, მეტი არაფერი. დიახ, ზამთარში არ გიჭირთ ამ რა თქმა უნდა მიჭირს დედა ზამთარში მიჭირს რა თქმა უნდა დედა. რა თქმა უნდა და რა ვიცი მეზობლად ხო ზამთარში? მეზობლების წყალობით ასეთი პატარა შეშებს მაძლევენ და ქელვანტე პამპეში და დიახ. თქვენი ოცნება რა არის? ჩემი ოცნება არის ერთადერთი ოთახიანი ბინა, რომელიც მეკუთვნის 33 წლის სტაჟი მაქვს. დიახ. ავტოქარხანაში მუშაობ. ანუ ოცნებობთ საკუთარ გადახურულს, ხო? ჩემი ჭერი იყოს და ჩემი. თუ კიდე ეს მომცემდა ჩემი იყოს პირადად ჩემი. დიახ. ანუ ეს ფარდულიც თქვენი არ არის? არ არის ეს ფარდული ჩვენი, ესა ეკონომიკის სამინისტროს ფარდული, რომელიც ეს ტერიტორია 7 მილიონად იყიდება. დიახ. და 25 წელია ხართ შემოსახლებული აქ? დიახ, ბატონო. კი ბატონო, მადლობა. არაფერს ბატონო.